მადლობა ამჯერად ოთარ გაგნიძეს. შეიძლება ჩაწოდება საჯარიმოში. მალა დამაჯერებელია. პასი გამოუვიდა ხარებ. ლავ გიორგი პაპუაშვილი. აკონტროლებს დამაჯერებლად გაგრა ბურთს, უბრალოდ წინსვლა ვერ ხერხდება ეს პასი. გავიდა. შეყილაძის ჩაწოდება ვნახოთ კლიმოვი. ეს გუნდები ითამაშებენ 19-ში. კიდე წუთი ბურთით აბუაშვილი მედოქის ნახევარზეა უკვე 10 ნომერი. გრძელი პასი კლიმოვის მისამართით, კლიმოვს თანდილაშვილი. ძლიერი დარტყმა წინ. იობაშვილზე, მაგრამ რათა თამაში დაბრუნდეს. დარტყმა წინ. მალა ყოჩაღობს. קבוצה גבוהה מאוד, לא פשוט מולה בכדורי גובה. הנה ההזדמנות, כנראה שפשוט! פשוט, למה לעשות מסובך? זה כל כך פשוט! דואגו עם מעלה, בדקה 27! תראה איזה דיוק, איזה הגבהה חזקה, החוצה. הנה, פשוט מאפשרת. שער בכורה עונה לדואגו עם מעלה, დინამო ორის ყოფილი მთავარი მწვრთნელი. მე მივიჩნიოთ, კარგად თამაშობს აქ 17 წლის არტემ მილჩენკო და თავისი გუნდის იერიშის მემონდელი შეხვედრისა 95 წუთი. ბუღრიძე თავისუფალია მარცხენა ფლანგზე. ამპონსა დარტყმა კარის მიმართულებით. დინამო თბილისთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელშიც სხვადასხვა ბოლო წამებზე წააგო სხვადასხვა შეხვედრა, ასევე გავიხსენეთ გორის დილასთან როდოლფო ვანოლის სადებიუტო ახმარება ესაჭიროება, პასი მარცხნივ. დრამე ანოფი ერთ-ერთზე მეკარესთან დაარტყა და პირდაპირ მალას გაარტყა ბურთი ბლენკსონ ანოფიმ. პორფირიო დაუწდა ფეხი, ჯივიძე მოპარა ბურთი პორფირიოს. სრულმოძრაობების კასკადი ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა შედგა. დაბრუნდა ახვია ფეხბურთეს პავიშიჩი. გრაფიკულ გამოსახულებაში ეს ადგილი ქონდა გიორგი აბედავას, ახლა უბრალოდ ნომინალური. გაგრა, რომელიც ძალიან გაძლიერდა სეზონის დასაწყისში, მარტო ის რა ღირს, რომელი ფეხბურთელებს უკვე ვახსენეთ, გიორგი აბედავასა და თორნიკე ოქრიაშვილის გაიწელა ეპიზოდი. მალა. კარგი იყო მალა აქ. თუმცა წინ მოაქვს ბურთი ჩაბრუნება საჯარიმო მოედანში, მალა დაუგროვ განმეორებთ ეს ეპიზოდი და მალამ რაჭკვიანურად ითამაშა, არა ეგოისტურად. დაუგდო ბურთი თანაგუ. მალა მოგერიება წინ. בדקה ה-74 יוגב לרמן בהחמצה שאולי תיקח את שער